მე მახსენდება ზარი ერთ-ერთმა ელჩმა დამირეკა, როდესაც საუბარი იყო მელიას დაკავებაზე და პირდაპირ მომთხოვა, მაშინ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ჩემგან მოითხოვა ჩარევა სასამართლო საქმეში მელიას საკითხთან დაკავშირებით. მე მარტივი პასუხი გავეცი მას. ჩემგან ამას რანაირად ითხოვ, ხო? ანუ ითხოვდა პირდაპირ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას ჩემი მხრიდან. და მე რო ამას თხოვ, ამის მაგივრად არ გირჩევნია, რომ კანონის შესაბამისად მელიას მოთხოვო გირაოს გადახდა. ნუ ამაზე მივიღე მისგან უარი. პირდაპირ უხეშად თავხედურად ერთ-ერთი დასავლელი ელჩი მოითხოვდა ჩემგან სასამართლო საქმეში უხეშად ჩარევას. რომ არ გამოიყენებინა, არ შეეფარდებინა სასამართლოს წინასწარი პატიმრობა. მარტივი კითხვა დაუსვი, რო ქვია ევროპელი. წადი და კანონის შესაბამისად მოთხოვე მელიას გირაოს გადახდა და თუ დარდობ იმაზე, როგორ წარიმართება მელიას დაკავების პროცესი, მაშინ მას მოთხოვე გირაოს გადახდა. ამაზე თქვა უარი რატომ? თუ რომ მის ინტერესებში შედიოდა ესკალაცია სამართლის უზენაესობის ხარჯზე. აი ეს სამართლიანო დიქცია მართლაც რაიგულია ეს ყველაფერი. მაფიოზივით მელაპარაკებოდა ტელეფონში. მისი წარმომავლობაც არ უწყობდა ხელს დაგვისახელებთ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი? შეიძლება დაახლოებით მივხვდეთ მოვერიდები მაინც აქაც დასახელებას. ევროპელი დიპლომატია. დღეს